რადიო თავისუფლება FM 107.4. თბილისის დროით 12 საათია თქვენს პროგრამას 12 წუთი 12-ზე, რომელსაც თბილისის სტუდიიდან ნინო როდონაია უძღვები. საზღვარგარეთ სამუშაო საძიებლო წასულ საქართველოს მოქალაქეთა შორის მრავლად არიან იმერეთის რეგიონის მცხოვრებნი. რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც უცხო ქვეყნებში სამუშაოდან სასწავლებლად წასვლა სურდა, რა პოტენციური საფრთხეები ემუქრებათ. ამ თემაზე ქუთაისში საჯარო შეხვედრა გაიმართა. უფრო მეტს რადიო თავისუფლების კორესპონდენტ თათა კაჭკაჭიშვილისგან შეიტყობთ. საბერძნეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში სამუშაოდან სასწავლებლად გამგზავრების მსურველებისთვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით გაიმართა ფილმის პირველი ნაბიჯის ჩვენება და დისკუსია მიგრაციის საკითხებზე. საჯარო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველ მიგრანტებს ფარგლებში მოეწყო. მისი ინიციატორი სამოქალაქო განვითარების სააგენტოა. იმერეთის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციას შეკითხვებს და დასახმარებლად ყოველდღურად მიმართავენ მიგრანტები და მათი ახლობლები. ცენტრის იურისტიკი მათ უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. ნათია ნამიჭეიშვილის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებსაიტი, რომელზეც გამოქვეყნებულია თურქეთსა და საბერძნეთში ოფიციალურად არსებული ვაკანსიები. მოთხოვნები არის იგივე ენისადმი, გარკვეული კომპეტენციები და უჭირთ ასეთ შემთხვევაში ასეთი ვაკანსიით დაინტერესდნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრების არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იკლო. კოხრეიძის თქმით, მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალურად მიემგზავრებიან, თუმცა შემდეგ ვიზით განსაზღვრულ ვადას არ ღვევენ და უცხოეთში არალეგალურად რჩებიან. ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეები სხვადასხვა რისკის წინაშე არიან. პირველ რიგში ეს რისკი გამოიხატება იმით, რომ ადამიანი გათვითცნობიერებული არ არის იმ მდგომარეობაში, რაც სუფევს იმ ქვეყანაში, წარმოდგენა არ აქვს თუნდაც შრომით ბაზრის შესახებ. თუ მან არ იცის ენა, მით უმეტეს რთულია კომუნიკაცია და ამყაროს და ის მინდობილია ან ნაცნობ პირზე, ან უცნობ პირებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თაღლითები აღმოჩნდებიან ხოლმე და ასევე არის პრობლემა, რომ როდესაც მას სამედიცინო კუთხით რაიმე პრობლემა შეემთხვევა, მან არ იცის ვის მიმართოს, როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს და რა სერვისები არსებობს იმისათვის, რომ თუნდაც ის უკან იქნას დაბრუნებული. საჯარო დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდებმა საბერძნეთისა და თურქეთის შესახებ ფილმის ჩვენების შემდეგ განაცხადეს, რომ მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს თავადაც გაუზიარებენ. ძალიან კარგად განმოცემული ამ ფილმში პირობებით ქვეყანაში რა ხდება, როგორი სიტუაცია, რა საფრთხეები შეიძლება ელოდეს ადამიანს და მეც გამომადგება და რჩევამით ადამიანებს, რომლებიც აპირებენ წასვლას. ყველაზე კარგი ის იყო ფილმიდან, რომ შეიცვალა ძალიან ბევრი ინფორმაციას. ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს სად მიდის, რატომ მიდის და რის საშუალება ექნება იმისათვის, რომ შეძლოს უფასოვანი ცხოვრება, არ დაიყოს მისი უფლებები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ კი უცხოეთში სამუშაოდან სასწავლებლად გამგზავრების მსურველებს რამდენიმე საჭირო რჩევა მისცა. სულმცირე უნდა იცოდეს საკომუნიკაციო ენა, მას ხელთ უნდა ქონდეს მისი პასპორტი, რომელიც უნდა იყოს ვალიდური, რომელიც არასდროს არავის არ უნდა მისცეს გარდა იმისა, რომ მიიღოს ვიზა. მას უნდა ქონდეს შეგროვებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, უნდა ქონდეს ქსეროასლები შენახული იმისათვის, რომ თუ დაკარგა, რომ მან შეძლოს ამ დოკუმენტაციების გამოყენებით უკან დაბრუნება და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, მან ზუსტად და კარგად უნდა იცოდეს ვისთან მიდის, სად მიდის და რისთვის მიდის. ეს რჩევები საზღვარგარეთ სამუშაოთო სასწავლებლად წასვლის მსურველებს ქუთაისში გამართული საჯარო დისკუსიისას მისცა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ. ამ დისკუსიას ჩვენი კორესპონდენტი თათა კაჭკაჭიშვილი დაესწრო.